გალატელთა 6:12 ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი. ანუ პავლე მოციქული ეუბნება ეხლა გალატელებს, რომ ის ხალხი, რომლებიც იერუსალიმიდან ჩამოვიდნენ და გასწავლეს სხვანაირად, ეს ხალხი არის ის ხალხი, რომლებიც თავს უწოდებენ მასწავლებლებს, მქადაგებლებს, ღმერთის მსახურებს, მღვდლებს, თავიანთ თავს უწოდებენ, მაგრამ რეალურად ესენი არიან პიროვნებები, რომელთაც სურთ თავიანთი სახელი განადიდონ და განდიდებულები იყვნენ, პატივდებულნი იყვნენ. იცით ძვირფასებო, ყველა ეს სახელები, რომლებიც დღეს არის მოგონებული, იერარქიული სახელები, მაღალ ყოვლად უსამხდელო ესი და ასე შემდეგ, ხო, შექმნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა განადიდონ თავიანთი თავი ხორციელად. მაგრამ ღმერთის წინაშე დიდებულია ის კი არ არის დიდებული, ვისაც დიდებული სახელი ჰქვია, ან ტიტული აქვს, არამედ ვინც გულში არის განდიდებული ღმერთის მიერ. ამიტომ ისინი რო ჩამოვიდნენ წინადაცვეთას ეუბნებოდნენ. რა იყო ახლა ეს წინადაცვეთა? წინადაცვეთა იყო სჯულის დაცვა. იმ სჯულის, რომელიც მიღებული იყო ებრაელერში. ანუ ეს იყო ის რიტუალები, რომლებიც მიღებული იყო იმ ერში და ის იყო ასე ვთქვათ, ტრადიციული, ეროვნული, ძველი და ასე ვთქვათ, ეროვნების იდენტობის მატარებელი, აი როგორც ახლა დღეს საქართველოში არის, რომ მართლმადიდებელი, თუ არ ახარ, ესე იგი არ ახარ ქართველი, მართლმადიდებლობა არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, მართლმადიდებელი, ესე იგი, მართლმადიდებლობა არის ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი, თუ ჩვენ ვიქნებით ერთ წმენაზე და ვიქნებით ყველანი მართლმადიდებლები, ესე იგი ჩვენ ვიქნებით ძლიერები, სხვა რელიგიები და სხვა ესე ქრისტიანული აღმსარებლობები, ეს არის უცხოდან შემოსული. ამიტომ შენ რომელიც არ იცავ ტრადიციებს, შენ რომელიც ახლა გამოდიხარ და ისე არაკეთებ ყველაფერს რიტუალებს, როგორც მიღებულია საქართველოში ტრადიციულად, ეროვნულად, მამაპაპისეულად, ესე იგი გამოდის, რომ შენ ხარ ობიექტი დევნის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ შენ უცხო ელემენტი ხარ, შენ ჩვენნაირი არა ხარ. შენ არ იცავ იმ რიტუალებს, შენ არ სცემ პატივს ჩვენ ტრადიციებს და ეროვნულ ღირსებებს. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მაგრამ გალატიის ეკლესიაში პავლემ ასწავლა, რომ ის ტრადიციები, ის ეროვნული, რასაც თქვენ ამბობთ, ის ჯული, რაც ებრაული იყო, ყველაფერი, რაზეც იყო დაფუძნებული, დღეს ახლა თქვენ რო წახვიდეთ ისრაელში, ეს ყველაფერი არის, ხო? ნუ, ყოველ შემთხვევაში რელიგიურ სფეროში. და შენ რო უთხრა მათ, რომ ეს ყველაფერი, რაც ტრადიცია, რიტუალი გაქვთ, აღარაფერი აღარ არის საჭირო, მხოლოდ რწმენა იესო ქრისტეში. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენ იმიტომ გაიძულებენ ამ რიტუალების დაცვას, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იყვნენ დევნილნი. არ განდევნო, ანუ არ თქვან თქვენზე და არ თქვან მათზე, რომ ესენი სხვა ხალხი, ეს ის ხალხი კი არ არის, რომ ჩვენი ტრადიციები უარყო. ეს ხალხი ისე ვიცავს ჩვენ ტრადიციებს. ნუ რაღაც იესო კი სწამთ, მაგრამ ყველა ტრადიციებს იცავს ესენი. ყველაფერი, რაც ჩვენი ეროვნული წესჩვეულება არის, არაფერს არ აცდენს, ყველაფერს იცავს, რაც საჭირო არის. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ამას მიტო გეუბნებიან, რომ დაიცვათ სჯული, რომ დევნილნი არ იყვნენ. რატომ ქადაგებდნენ ისინი წინადაცვეთას? რატომ გადარჩენისათვის? არა იმისათვის, რომ დევნილნი არ იყვნენ. საქმეების 15-ის 1-ში წერია. იუდეიდან ჩამოსულთაგან კი,
ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინარ დაიცვეთ, ვერ გადარჩებითო. ესე იგი, პავლე ეუბნება ეკლესიას, ასწავლა, რომ წინადაცვეთა ჯული და რიტუალები, რომელსაც ადრე იცავდით და სწორი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ღმერთისაგან იყო ეს ტრადიციები. მაგრამ ახლა სწორი იყო ცხვარი რომ მოყავდათ და ხელსადებდით. სწორი იყო წინადაცვეთა, სწორი იყო ეს ყველაფრის შესრულება. მაგრამ ახლა იესო ქრისტეში აღსრულდა ეს ჯული. ამიტომ ეს ჯული, ეს კრავი იყო სახე, წინასახე იესო ქრისტესი. ამიტომ რადგან ახლა ნამდვილი კრავი მოვიდა, ეს გაუქმდა. და რადგან ეს გაუქმდა, აღარ არის საჭირო. იმიტომ რომ თუ ისევ ამას გააკეთებ, ესე იგი შენ, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სარგებელი აღარ გექნება ამ კრავისაგან. თუ ამ კრავზე დებ იმედს, ამ კრავისგან არ აგაქვს სარგებელი. ამიტომ ახლა უნდა მიხვდე, რომ ეს კრავი გაუქმდა, ეს მღვდლობა გაუქმდა, ეს მღვდელმთავარი აღარ არის, არის სხვა მღვდელმთავარი და არის სხვა კრავი. მაგრამ ახლა იუდეველმა ვერ გაიგეს, კაცო, ამდენი 1000 წელი ამ კრავზე გვაქვს ჩვენ ხელისდება და ახლა ეს ყველაფერი გაუქმდა და რაღაც უბრალოდ ვირწმუნოთ იესო ქრისტე და მადლით მოდის და არაფერი რიტუალი გვინდა, არც წინადაცვეთა, არც კრავი, აღარც მღვდელი გვინდა, აღარც ესე იგი საკმეველი გვინდა, აღარც მსხვერპლშეწირვა გვინდა, არც სისხლის წასხმა გვინდა. აღარაფერი აღარ გვინდა, რას ლაპარაკობ შენ მოსემ დაგვიდო ჩვენ ამდენი 1000 წელიწადი ამას ვაკეთებ და შენ ახლა ასწავლი, რომ ეს ყველაფერი გაუქმდა? შეუძლებელია, ამას ხალხი არ მიიღებს. წარმოუდგენელია. ჩვენი ტრადიციული რელიგია ეს არის და ამას ჩვენ დავიცავთ კბილებით, ეს ჩვენს ხორცშია, ჩვენს სისხლშია. ამიტომ პავლე სადაც გნახავთ, ყველგან ჩაგისაფრდებით და ყველგან მოკლავთ. და როდესაც პავლე ჩავიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი აზვირდა, ეს ის კაცია. მოსეს და ჯულის წინააღმდეგ რო გამოდისო. მაგრამ პავლე დგას და ამბობს, თუ ამას არ უარყოფ, სარგებელი არ გექნება იმისაგან. ისინი, ვინც ჯულს ქადაგებდნენ, შვიდად ისხდნენ იერუსალიმში. დიდი ეკლესია იყო, როდესაც იაკობთან ჩავიდა პავლე და ძმები, იაკობმა უთხრა, შეხედე, რამდენი 1000 ვარ და ყველა რჯულის დამცველიო, რჯულის მოშურნიო. რჯულსაც ვიცავთ, იესოს გვინდა. ეს კრავიც და ის კრავიც. ასეთი იყოს ჯულის დამცველი ქრისტიანები. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ან ეს კრავი აერჩიეთ, ან ის კრავი აერჩიეთ. თუ ამ კრავით გინდა გადარჩენა, ამ კრავით წადით. მაგრამ იცოდეთ, რომ ვერ მიიღებთ გამართლებას, იმიტომ რომ რამდენი კრავი უნდა შესწიროთ. მაგრამ ამ კრავით მადლით მოდის გადარჩენა და გამართლება. ამიტომ ისინი, ვინც ამ კრავის და იმ კრავითაც იყვნენ, შვიდად იყვნენ, დევნაში არ იყვნენ. იმიტომ რომ იცავდნენ ჯულს, ტრადიციებს მიყვებოდნენ. და მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ კრავითაც ვერ მივიდოდნენ გამართლებასთან. და იცოდნენ, რომ ის კრავი იყო გამართლებისათვის, მაგრამ იმისათვის, რომ ხორციელად განდიდებული ყოფილიყვნენ. ხალხში ქონოდათ სახელი, ხალხისაგან დევნილი არ ყოფილიყვნენ და იტყოდნენ, რომ თან ყოფილი ფარისევლები იყვნენ, რომ რაღაც ახლა ფილოსოფიურად ამბობენ იესოზე, მაგრამ ჩვენ ტრადიციებს არ უარყოფენ. მათ ისევ ქონდათ პატივმოყვარეობა, ისევ ქონდათ პატივისცემა ხალხიდან. და პავლე მოციქული ამბობს და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იყვნენ დევნილნი.
ანუ მათ ჰქონდათ კონფორმიზმი და შიშრები იყვნენ ხალხისა ეშინოდათ. გალატელთა 6:13 აგრძელებს პავლე მოციქული. ვინაიდან თვით წინა დაცვეთილნი წარიცავენ რჯულს, თუმცა უნდათ რომ წინა დაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ. ის ვინც რჯულს იცავდა, მან კარგად იცოდა, რომ რჯულით ბოლომდე ვერ გამართლდებოდა. დღეს მე შევწოდე, დილით მომევიდა ცუდი აზრი, გავიქეცი, ცხარი მივიყვანე მღვდელთან. ამან წაიღო ნახევარი დღე. რომ მოვდიოდი, ისევ გამიარა რაღაც აზრმა თავში, ვიღაცა შევხედე რაღაცა და ისევ შევწოდე. გავიქეცი კიდე ცხარი მივიყვანე. საღამოს რაღაც აზრმა გამიარა თავში, ისეთ სიზმარი ვნახე, რომ თლად კარგი არ იყო. დილით ავდექი და ისევ ცხარი უნდა მივიყვანო, მაგრამ ეს ცხარი იაფი არ ღირს და ცოლმა მითხრა, რომ შენ გაანიავებ ჩვენს ბიუჯეტს. და თქვი, რომ აი ახლა ერთი ცოდვა რა მოხდა. ასე რომ შეუძლებელია რჯულით გამართლება. ამიტომ ვინც რჯულში არის, ყველამ ძალიან კარგად იცის და პავლე მოციქული ამას წერს, რომ რჯულით გამართლება შეუძლებელი არის. და სწორედ ამიტომ მოვიდა იესო და პავლე მოციქული ამბობს, რომ რჯული მიტო იყო მოცემული, რომ დაენახვებინა იესო ქრისტეს აუცილებლობა. დაენახვებინა მადლით გადარჩენა. იმიტომ რომ საქმეებით, რაც არ უნდა კარგი საქმეები აკეთო, ღმერთის კეთილგანწყობის დონეს ვერ მიაღწევ. ამიტომ რჯულმა დაგვანახა და საქმეების კეთების მიუღწევლობამ გამართლების დაგვანახა, რომ გვჭირდებოდა იესო ქრისტე და მადლით გადარჩენა. გვჭირდებოდა ისეთი კრავი, რომელშიც ფულს ჩვენ კი არ გადავიხდით, იესო გადაიხდიდა თავის ძვირფას სისხლს. და ეს ყველაფერი საჩუქრად მოგვეცემოდა თავისი მადლის სიუხვით, როგორც ეფესელებში წერია. ამიტომ თვით წინა დაცვეთილნებონაც, რომელიც ამ რჯულს მისდევდნენ, არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ რომ შენ რჯულში ჩაქსვან, იმიტომ რომ ხალხში თქვან, ნახეთ ესეც რჯულში ჩავსვით. გადაუხვიან ეროვნულ რაღაცებს, მაგრამ ჩვენ დავაბრუნეთ. პავლე მოციქულს გამოვგლიჯეთ ეს არაეროვნული ხალხი და ისევ ფესვებზე დავსვით, ისევ რჯულში ჩავსვით. მადლობა ღმერთს პავლე მოციქულისათვის ძვირფასება. აუკან არ ეხევს პავლე მოციქული და უბნება ამბობს იმ გათიცნობს მოშურნეთა მსახურებას. მან იცოდა რჯულის ამბები და იქაური მსახურებიც როგორი იყვნენ. დაწერილია პავლე ამბობს, თქვენი ხორცი დაიკვეხნოს, ანუ გამოიყენოს ეკლესია საბაქიბუქოდ ფარისევლებთან, რომ ზომიერებაში აბრუნებენ ეკლესიას. გალატელთა 1:10 წერია. ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ, თუ ღმერთისას, პავლე მოციქული ამბობს, თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო, ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი. რა არის ადამიანების მაამებლობა? ადამიანების მაამებლობა არის ის, რომ მათ ჟარგონს ვიხმარ, გავუპრავო. მათი მსახურება თითქოს გამართლებას ემსახურება. იმის გამო რომ ჩემზე ცუდად არ ილაპარაკონ. არა, თუ მე ადამიანებს, რომლებიც არასწორი გზით მიდიან, გავუპრავებ ამ ჟარგონს ვიხმარ ისევ მათ მსახურებას, მაშინ ქრისტეს მსახური ვეღარ ვიქნებოდი. გალატელთა 6:14. მე კი აგრძელებს პავლე მოციქული. მე კი ნუმც დამეკვეხნოს,
თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთი სოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი წუთი სოფლისთვის. ის ფარისევლები ამ ესე იგი მოშურნეებს, ყოფილ ფარისევლებს, ქრისტიან ქადაგებლებს, რომლებიც ქადაგებენ წინადაცვეთას, მათ თავში არის ის, რომ დაიკვეხნონ ვიღაცასთან. ცით ძვირფასება. მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე აი მილიარდელები და ძალიან დიდრები რო არიან, რომელთაც ფული იშოვეს არასწორი გზებით. და ვფიქრობ ხოლმე, რა თუნდათ ამხელა ფული? რაში სჭირდებათ? ადამიანმა შეიძლება დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ ჭამოს. ისიც მოზომილად ერთ საწოლში დაწვეს, ერთ მანქანაში ჩაჯდეს და ერთ სახლში იცხოვროს. აი ხო ზოგჯერ უცნაურია 5 სახლი აქვს, 10 სახლი აქვს, 20 მანქანა ყავს, ხო ეხლა ეს ასადია თუ ვიღაც რო გამოაგდეს მანქანების მთელი ის ყავდა რაღაც პარკი და რაში სჭირდება, რა თუნდაც შეიძლება ადამიანი კი რაღაცებს აგროვებს და რაღაც, მაგრამ რა საჭიროა ადამიანებს ესე იგი მდიდრები არიან და მდიდრდებიან და მდიდრდებიან, ესე იგი ისე რომ არ უნაწილებენ სხვას. რაში სჭირდებათ, მაგრამ იცით რაშია ძვირფასებო? ყველა საზოგადოებას ყავს თავისი სფერო, სადაც ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს. და ამ სფეროში შეყავს ბოროტს და გონება ეკეტებათ. აი მაგალითად მე მაქვს 6 მილიარდი დოლარი, მაგრამ ვერ მოხვდი იმ ათეულში მილიარდელებისა. და ეხლა ესე იგი ეს ცდილობს რომ იმ ათეულში მოხვდეს როგორღაც. ვიღაცას ძალიან დიდი ტერიტორია აქვს თავისი ქვეყნის, მაგრამ უფრო მეტი უნდა რომ მიისაკუთროს. რატო? იმიტომ რომ ვიღაცა ალექსანდრე მაკედონელმა რო შექმნა ამხელა იმპერია, მე უფრო დიდ შევქმნი. ანუ ბოროტი, ესე იგი უქმნის საზოგადოებას და ამ საზოგადოებაში ცდილობს ბოროტი რომ შეაჯიბროს ერთმანეთს ადამიანები. ასეთი საზოგადოება შეიძლება ღარიბ ადამიანებსაც ჰქონდეს, ხო? ჩემმა მეზობელმა ააშენა 3-სართულიანი, მე 4-სართულიანი უნდა ავაშენო. და ჩემმა მეზობელმა შვილს ისუყიდა, ახლა მე უკეთესი მობილური უნდა ვუყიდო. ანუ ბოროტი ქმნის ხოლმე თავის ადამიანებს უქმნის წრეს და აბრუებს და ასე ვთქვათ უქმნის სიტუაციას, რომ შეჯიბრი გააკეთოს. ეხლა მოშურნეების ტვინში რა იყო? მოშურნეების ტვინში, რომლებიც ყოფილი ფარისევლები იყვნენ, საქმეების მე-15 თავში წერია ამის შესახებ, ხო? ყოფილი ფარისევლები იყვნენ და ეხლა ესე იგი კი გახდნენ ქრისტიანები, ქრისტიანულ ეკლესიაში დადიოდნენ, მაგრამ ეს მეგობრები ხო ფარისევლები დარჩათ მათ. და ეხლა ამ ფარისეველთა წრეში ამათზე რო ლაპარაკობენ და არის მსჯელობა, ეს მოშურნეები ფიქრობენ, რომ იმ ფარისევლების თვალში რომ აიწიონ და იმ ფარისევლებზე უფრო ჭკვიანები გამოდგნენ. იმ ფარისევლებმა თქვეს, რომ ჩვენ ქრისტიანებს არ მივეკარებით. მაგრამ ესენი შევიდნენ ამ წრეებში და ეს ქრისტიანები გადმოიყვანენ თავიანთ ჭკუაზე. ნახე, ესენი უფრო ჭკვიანები გამოდგნენ. ესე იგი, შევიდნენ ამ წრეებში და უფრო ესე იგი შეუცვალეს გონება და აზრი. ამბობდნენ, რომ ის კრავიც და ეს კრავიც. არა. შენ რომ აქ შეხვიდე და თქვა რომ ეს კრავი მორჩა და ეხლა ის კრავია, ეს გასაგები არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესა და პავლე მოციქული ამბობს რომ ისინი კი იკვეხნიან ეხლა თავიანთ წრეებში, ფარისევლებში, რომ ჩვენ კი ვართ ეკლესიაში, მაგრამ ეს ეკლესია ბეჭებზე დავაგდეთ და ისევ ჯულში არიან. ეკლესია კი ქვია, მაგრამ პრინციპში შეხედეთ. ჩვენნაირად აქვთ ყველაფერი. და ამიტომ იკვეხნიდნენ იმ ფარისევლებთან, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ არაფრით არ დავიკვეხნი, გარდა იესო ქრისტეს ჯვრით. ანუ ამ რიტუალით, რაც მოხდა იესო ქრისტეს რაც მოხდა ჯვარზე. რითაც წუთი სოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული. რას ნიშნავს ეს ძვირფასებო? ყველაფერი მოკვდა ჩემთვის, რაც არასწორი არის.
და მე კი წუთისოფლისათვის არ მაინტერესებს წუთისოფელი რას ლაპარაკობს ჩემზე, რაც მაინტერესებს ეს არის ჭეშმარიტება, რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე, მე ეს უნდა ვთქვა. პავლესთვის ჯვარი იყო დიდების სიმბოლო, იუდეველთათვის სირცხვილის სიმბოლო. გალატელთა 6:15 ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს, არც წინა დაცვეთა და არც წინა დაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ქრისტე იესოში, რომელშიც აღსრულდა მთელი ჯული, უკვე ძალა დაკარგა ყველაფერმა. შენ რაც არ უნდა ცხრებს ადო ხელი, ამას არავითარი სულიერ სამყაროში შენ გამართლებას ეს ვერ მოიტანს. აქ კი არის მღვდელი თავისი აღჭურვილებით, დაფინანსებით, ძალაუფლებით, პატივით, ხალხის სიმრავლით, ყველაფრით არის, მაგრამ არაფერს აღარ აქვს ძალა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აღსრულდა იესო ქრისტეში და მხოლოდ ახალი ქმნილება ვინ არის, ვინც გაიგო ამ კრავსა და იმ კრავს შორის სხვაობა რა არის. უფრო სწორად რომ ეს კრავი არის უკვე ის კრავი, ეს უკვე არის ახალი ქმნილება, ახალი გაგება, ზეციდან მოსული გამოცხადება, დიდება იესოს. სახარება ეს არის ამბავი ჯერ სიკვდილზე და ამერე სიცოცხლეზე. როდესაც ჩვენ ვინათლებით ძვირფასებო, ხო? რას ვაკეთებთ? წყალში სრულად შთავიფლებით და როგორც დაწერილია, ეს არის სიმბოლო ძველი კაცის სიკვდილისა და როდესაც ამოვდივართ წყლიდან, ეს არის სიმბოლო ახალი დაბადებისა. როდესაც მოვკვდით ძველ ცხოვრებას და დავიბადეთ, გამოცხადებით, რომ იესო ქრისტესში რწმენით, რაც მოხდა ჩემთვის პირადად გოლგოთის ჯვარზე, რომ ჩემი ცოდვები შეიწირა ჯვარზე, გოლგოთის ჯვარზე, ამის რწმენა, რომ მაქვს უკვე მთელი ჩემი ცხოვრება და თვალი აღარ გამირბის არც ხვრისკენ, არც წინა დაცვეთისკენ, არც ლობიანისკენ, არც არაფრისაკენ, არამედ მხოლოდ ვუმზერ იესო ქრისტეს, ამის შემდეგ მე ვარ უკვე ახალი ქმნილება იესო ქრისტეში, იმიტომ რომ მოვკვდი და გავცოცხლდი, როგორც იესო მოკვდა ჯვარზე და გაცოცხლდა, აღდგა. 1 კორინთელთა 7:19-ში წერია: არაფერია წინა დაცვეთა და არაფერია წინა დაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა. წინა დაცვეთა ძვირფასებო ებრაელებისთვის, ებრაელებისთვის წინადაცვეთა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხა ჩვენ რო საქართველოში ვთქვათ, რომ წინადაცვეთა არაფერი არისო, არაფერია კაცო წინადაცვეთაო, ყველა გეტყვის, მაგრამ იქ ისევე როგორც ჩვენთან საქართველოში რო ვთქვათ, რომ დაუშვათ აღდგომას არ არის საჭირო კვერცხის შეღება, ხო? ამაზე შეიძლება რაღაც ისეთი რეაქცია გქონდეთ. მაგრამ ისრაელში შენ რომ მას ამბობ, რომ წინადაცვეთა აღარაფერი აღარ არის, ეს მათთვის არის როგორც თოფი დაუღერო მათ. 2 კორინთელთა 5:17-ში წერია: მაშა სადამე ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილება. ძველმა განვლო, ახლა ყოველივე ახალია. არაფერს ნიშნავს არ წინადაცვეთა და არ წინა დაუცვეთელობა. მას რაღაცა აქვს ძალა. ჩვენ ვიცოდით, რომ რჯულს, ტრადიციებს, წესშეულებებს, რიტუალებს, ტაძარში ამ ყველაფერს ირგვლივ შემოვლებს, იმ რაღაცა ხატის გამოსვენებას, რაღაცა კედელზე ამ ყველაფრის ისა ბრძის ჩარჭობას, ამას აქვს ძალა და თუ ამას აღარ აქვს ძალა და ეს აღარაფერია საჭირო, აბა რას აქვს ძალა? გალატელთა 5:6-ში წერია: ვინაიდან ქრისტეში ძალა არ აქვს არც წინა დაცვეთას, არც წინა დაუცვეთელობას, ანუ რიტუალებს, რჯულს, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
დიდება იესოს. რწმენა არ არის საქმეები და რიტუალები. რწმენა არის შენს გულში გამოცხადება იესო ქრისტეს ჭვარცმისა. გალატელთა 6:16. ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე. ანუ ვიღაცას მშვიდობა და შემდეგ და წყალობა და ვიღაცას მშვიდობა და ვიღაცას არა მშვიდობა, ხო? ანუ მშვიდობა ვინც ამ წესში ივლის, მას მშვიდობა, მაგრამ ღმერთის ისრაელს კიდე წყალობა. მშვიდობა მორწმუნე ყოფილ წარმართებს და მორწმუნე იუდეველებს. ასე ანუ ორად გაყო პავლე მოციქული ყოველთვის ყოფდა ხოლმე წარმართებს და იუდეველებს, ამბობს ხოლმე ჯერ იუდეველებს და მერე წარმართებს, ხო? ანუ პავლე მოციქული ასე ამბობს ამ მუხლში, რომ წარმართებს მშვიდობა და წყალობა როგორც წარმართებს, ასევე იუდეველებს. გალატელთა 6:17. ამერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, ანუ ნუღარავინ შემეწინა აღმდეგება და ნუღარ დამიწყებს კამათს. მე ვთქვი, გაიგონებ, იესოც ამბობდა, რომ ვისაც ყური აქვს ისმინოს. რადგან უფალ იესოს ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულზე. პავლე მოციქულს ქოლავდნენ, კლავდნენ, დასდევდნენ, უსაფრთხებოდნენ და ეს მის სხეულზე მოქმედებდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ამიტომ ეხლა გალატელებო, მე გიქადაგეთ და გითხარით. მოვიდნენ მოშურნეები და მათ ჭკუაზე გადადით. ეხლა მოგწერეთ და კიდევ აგიხსენით. ეხლა თქვენზე არის დამოკიდებული. თუ ამ კრავს გინდათ გაყვეთ, მე რა გიყოთ? მე რაც შემეძლო გაგიკეთეთ. მე ფას ვიხდი, ამბობს პავლე მოციქული, ვიდევნები, შემხედეთ მე, რამხელა ფას ვიხდი იმისათვის, რომ თქვენ ჭეშმარიტება გელაპარაკოთ. ხო და ეხლა ნუღარ დამიწყებთ კამათს და შემეკამათებით, არა ეს ჩვენი ტრადიცია, არა ეს ჩვენი რიტუალი, აი უნდა დავიცვა და იქ მოშურნეები რო ქადაგებდნენ, ღმერთის სიტყვიდან ქადაგებდნენ მუხლებს, აი ასე წერია, სამარადისოდ იყოს ეს და რაღაცეები, ხო? პავლემ ძალიან კარგად იცოდა ხა წერილები, ხა გალატელი წარმართები რა შეედრებოდნენ, მაგრამ უთხრა ეგ მოშურნეები რასაც აკეთებენ, იმისთვის კი არ აკეთებდნენ, რომ თქვენ გადარჩენილი და გამოსყიდულნი, გამართლებული იყვნენ, იმიტომ რომ იქ ყავთ ეხა თავიანთი ხორციელი მიზნები აქვთ. ამიტომ ჩემს სხეულზე არის ეს დაღები, ვატარებ და ნუღარ შემაწუხებთ, ისედაც ძალიან ბევრს დიდ ფასს ვიხდი. მოშურნენი წინადაცვეთით ამაყობდნენ, მაგრამ პავლე მისი დევნებით ამაყობდა ძვირფასებს. იცი, როდესაც შენი ცხოვრება, როდესაც ასაკში შედიხარ და შენ იხსენებ, როგორ იდევნებოდი ამ ქვეყანაში, ეს შენ წაყვება ზეცაში. ის რომ მთელი შენი ცხოვრება კარგს ჭამდი, კარგს სვამდი, პატივში იყავი და ყველა გაფინანსებდა, იცოდე რომ რაღაც პრობლემაა შენ ცხოვრებაში, მსახურო. თუ ღმერთის მსახური სულ პატივდებულია ქვეყანაში, ესე იგი რაღაც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ იესო ამბობს, რომ მე დევნიდნენ და თქვენც გაგდევნიანო. პავლეს მიტო კი არ დევნიდნენ, რომ უცოდინარი იყო, ან ქადაგება არ შეეძლო, ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა და ჭეშმარიტება ყოველთვის დევნილი არის. 1 კორინთელთა 4:11-ში წერია. მშიმრები ვართ, ამ დრომდე პავლე მოციქული ამბობს და ამ წყურვანი, შიშვლები, ნაცემნი და მოხეტიალენი. 2 კორინთელთა 4:11-ში პავლე ამბობს, უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენ სხეულში, ვინაიდან ჩვენ ცოცხლები მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში. 2 კორინთელთა 6:5-9 წერია, ცემაში
საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვებში ნახეთ პავლეს ცხოვრება. ზოგიერთ ჩვენ სასულიერო პირის ცხოვრებას არ გვაქვს. ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი. ანუ თვლიდნენ რომ აეგენი არც მოციქულები არიან პავლე მოციქულზე. ვინ არის ეგ ვიღაცა დადის აქეთ-იქეთ და ქადაგებს რაღაც. მაგრამ ცნობილნი, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ეს კაცი ურევდა ყოველთვის რაღაცას. ვითომც მომაკვდავნი და აჰა მაინც ცოცხლობთ გვჯიან, მაგრამ არ გვდებით. მეორე კორინთელთა 11:24 და 25. 5ჯერ მივიღე იუდეველთაგან 40-ზე ერთით ნაკლები დარტყმა. ვინ არის ეს იუდეველები ძვირფასებო? სჯული, რატომ სცემდნენ? რატომ ჩვენს ტრადიციას ეროვნულ სჯულს არ იცავ შენ და რატომ ამის წინააღმდეგ ქადაგებ? რატომ ამბობ რომ ეს აღარაფერი აღარ არის საჭირო? დაიჭირეს და სცემეს პავლე მოციქული. დღესაც დარწმუნებული ვარ პავლე რო ცოცხალი იყოს არ აცდებოდა სცემა. 3ჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და 3ჯერ გემის ნამსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე ზღვაში დავყავი. მიუხედავად ამისა, მაინც იგივე სიმეორებდა. და ბოლოში ვართ, ბარემ დავამთავროთ გალატელთა 6:18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენ სულთან ძმებო. ამინ. და ის მოკლედ ემშვიდობება, იმიტომ რომ გაბრაზებული არის გალატელებზე. სხვა წერილებს თუ ნახავთ, მოიკითხეს, მოკითხვა ამას, რაღაც შემოსაყვარელ ძმებო, მაგრამ აქ მოკლედ ეუბნება. ნუ ღარ შემაწუხებთ. ყველაფერი გითხარით. მაინც ძმებს გიწოდეთ და ღმერთის მადლს მიგანდობთ თქვენ. დიდება ჩვენ იესოს.